ღილი ხილის ყუთში. რა ძნელია მოძებნო ღილი ხილის ყუთში. აი ერთხელ რა მოხდა. ბებიამ ანას ძალიან ლამაზი ჟაკეტი აჩუქა. ჟაკეტი თეთრი იყო, მაგრამ სხვადასხვა ფერის 12 ღილი ჰქონდა. პირველი წითელი, მეორე ყვითელი, მესამე მწვანე, მეოთხე ლურჯი, მეხუთე თეთრი, მეექვსე ვარდისფერი, მეშვიდე ცისფერი, მერვე სტაფილოსფერი, მეცხრე ყავისფერი, მეათე იისფერი, მე-11 ვერცხლისფერი, მე-12 ოქროსფერი. უფ, ჩამოთვლაც კი ძნელია, მაგრამ მართლა ძალიან ლამაზი იყო. თეთრი ჟაკეტი და ფერადი ღილები. ერთხელ საღამოს მამა სამსახურიდან მოვიდა და 5 ხილი მოიტანა. ანას თავისი ლამაზი ჟაკეტი ეცვა. ძალიან აინტერესებდა, რა იყო ყუთში. ყუთზე დაფარებული ქაღალდი გადასწია და უცებ ანას წითელი ღილი ხილით სავსე ყუთში ჩავარდა. ყუთში წითელი ვაშლები იყო. აბა როგორია მოძებნო წითელ ვაშლებში პატარა წითელი ღილი. ანა შეწუხებული უყურებდა ხან დედას, ხან მამას. არა უშავს, სათითაო დამოვიღოთ ვაშლები და შენს წითელ ღილსაც ვიპოვით, უთხრა დედამ. დაიწყეს ვაშლების ამოღება. 1 ვაშლი, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12. ასე ამოიღეს 30 დიდი წითელი ვაშლი და ღილიც იპოვეს. მაგრამ აბა როგორია მოძებნო წითელი ღილი ხილით სავსე დიდ ყუთში? ძნელია, ანამ კი იპოვა და ახლა მის ჟაკეტს ისევ 12 ფერადი ღილი აქვს. პირველი წითელი, მეორე ყვითელი, მესამე მწვანე, მეოთხე ლურჯი, მეხუთე თეთრი, მეექვსე ვარდისფერი, მეშვიდე ცისფერი, მერვე სტაფილოსფერი, მეცხრე ყავისფერი, მეათე იისფერი, მე-11 ვერცხლისფერი, მე-12 ოქროსფერი.